მოკლედ, როგორც შეგვიდით, ვისაუბრებთ ლამდა ზონდებზე, ოქსიჯენ სენსორზე იგივე და რა ხდება, როდესაც ოქსიჯენ სენსორი არ მუშაობს. რა ფუნქციას ასრულებს ზოგადად ოქსიჯენ სენსორი? ოქსიჯენ სენსორი ეს არის პირველი სენსორი იგივე, რომელიც ანგარიშობს, ასე ვთქვათ, და ხედავს რამდენად კარგად და რამდენად ეფექტურად დაიწვა ის ნაზავი, რომელიც ბენზინისა და ჰაერის ნაზავით არის წარმოდგენილი ძრავში და რამდენად კარგად არის, ასე ვთქვათ, დამწვარი და რამდენად სწორად მუშაობს, ასე ვთქვათ, სწორი ფეთქება ხდება მოკლედ ძრავში. როდესაც ლამდა ზონდი არ მუშაობს, თავისთავად ძრავი გადადის მექანიკურ, ასე ვთქვათ, სმესზე, მოკლედ რო ვთქვათ, და ამ დროს ის ვერ ახდენს კორექტირებას სხვადასხვა პირობებში. ანუ ლამდა ზონდის თავარი ფუნქცია, კონკრეტულად პირველი სენსორის ის არის, რომ წაიკითხოს რამდენად სწორი წვა ხდება წვის კამერაში. მეორე სენსორი, რომელიც კატალიზატორის უკან დგას, ის უკვე გვეუბნება რამდენად კარგად ფილტრავს კატალიზატორი, ასე ვთქვათ, ამ ნამწვს. ის უბრალოდ ტემპერატურის ხარჯზე და სხვადასხვა მონაცემების ხარჯზე უბრალოდ კატალიზატორის მუშაობას აკვირდება. ანუ არანაირი კავშირი არ აქვს წვასთან. როდესაც ეს ზონდი ფუჭდება, წვა უარესდება. იმიტომ რომ ვერ ახდენს კორექტირებას კიდევ ერთხელ გავიმეორებ. პლუს ამას მინდა ვისაუბრო ყველაზე მთავარ თემაზე. აი ჩეკი რო ანთია და მაგალითად აყენებენ მატყუარას. თავისთავად როცა მატყუარას აყენებ, შეიძლება ჩეკი ჩაქროს, მაგრამ ნაზავი, ასე ვთქვათ, ამ ტყუილი ინფორმაციით ზავდება და ასევე არ არის სწორი. ყველაზე თუ შემთხვევაში, როდესაც აი გინახავთ, რომ აი კაბელზე პლუსის კაბელზე აყენებენ ხოლმე რეზისტორებს წინაღობას, რომელიც ერთი და იმავე ინფორმაციას ამუშავებს, ასე ვთქვათ, მას არ შეუძლია კორექტირება, ხო? ანუ რაღაცა ერთი კონკრეტული მაჩვენებელია და ამ მაჩვენებლის მიხედვით იძლევა ნაზავს. ხო? ესეთი რაღაცის გაკეთებაც არ არის კარგი. თუ ეს ნაზავი იქნება ღარიბი, ამ შემთხვევაში დიდი შანსია რომ დაიწვას ხორშინები, თუ ეს ნაზავი იქნება მდიდარი, ამ შემთხვევაში წვაც დიდი იქნება და შეიძლება გაბოლვაც გამოიწვიოს კონკრეტულ მომენტებში. ამიტომ, როდესაც ლამდა ზონდი არ მუშაობს, უნდა შეიცვალოს. ასევე არის ესეთი მომენტი, როდესაც გაზზე არ მუშაობს და ჯანდაბას გაზზე არ მუშაობს, მაშინ რა აზრი აქვს შეცვლას? ის აზრი აქვს შეცვლას, მეგობრებო, რომ ბენზინზე როცა დაგჭირდებათ მანქანის გამოყენება, არ იმუშავებს რა, იგივე პრობლემები ექნება, როგორც მანამდე. ამიტომ ჯობია რომ ზონდი იყოს მთელი და გამართული და თუ გაზზე აინთება, ეს არ ცვლის მისი მუშაობის, ასე ვთქვათ, პრინციპს და ხარისხს. რატომ არ მუშაობს გაზზე ლამდა ზონდები? იმიტომ, მეგობრებო, რომ გაზის წვის ტემპერატურა სხვა არის და სხვა ტემპერატურას აღიქვამს და გონია რომ ცუდად იწვის ბენზინი და სინამდვილეში ბენზინი საერთოდ არ იწვის და იქ იწვის გაზი. ამასთან თვითონ ნაზავის შემადგენლობა სხვა არის. ამასთან შეიძლება ამ ნამწვმა დააზიანოს ან დასვაროს ესა. ძალიან ბევრი მიზეზია, რის გამოც გაზზე ეს არ მუშაობს ხოლმე. არის რომ მუშაობს, ნუ ამაზე არ გვაქვს საუბარი. ამიტომ თავარი აზრი რა არის? ეს და სხვა დანარჩენი სენსორები, ყველაფერი რაც კი ავტომობილზე აყენია, უნდა იყოს გამართული. ყოველგვარი ეს მოტყუებები, ასე ვთქვათ, მატყუარები, სხვადასხვა სიმულატორები, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ეგ იმისი, რა ქვია, რეზისტორების დაყენებები გატყუებთ თქვენ. ატყუებს ავტომობილს და სინამდვილეში მოტყუებული რჩებით ალბათ ორივე, იმიტომ რომ როცა რაღაცა არ მუშაობს, ის რაღაცა ასპექტზე აისახება და ეს ასპექტი უმეტეს შემთხვევაში არის ბენზინის წვა. ამიტომ თუ ჩეკი არის ლამდა ზონდის, უნდა გაიმეტოთ თანხა, შეეძინოთ კარგი, დააყენოთ და ამითი აუცილებლად გააკეთებთ ეკონომიას გარკვეული პერიოდის მანძილზე, როდესაც ეს ავტომობილი იქნება გამართული. ეს არის და ეს თუ რამე დეტალი გაინტერესეთ ამასთან დაკავშირებით, კიდევ მკითხეთ
კომენტარები დაწერეთ და მე აუცილებლად გიპასუხებთ. წინასწარ მადლობა აქტიურობისთვის, მადლობა გამოწერებისათვის. მე კიდევ გავაგრძელებ ხოლმე მსგავსი ვიდეოების ჩაწერას.